ჩვენი დღის წესრიგი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით, რა არის დღეს სახელმწიფოებრივ ინტერესში და სახელმწიფოებრივ ინტერესში არის, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ამ წინააღმდეგობას და ამ პროცესს შევუწყოთ ხელი. ეს პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქუჩაში, არის ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვიჭირავს. ეს პროცესი არის ის მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი, რომელსაც მოაქვს აი ეს ძალიან სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა. რომლის ნაწილიც არის ის სანქციები, რომელიც ყოველდღიურად მოდის, რომლის ნაწილიც არის ძალიან არაორაზროვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ხა ვინ სად მივადა, ვინ რას იტყვის, მე ამაზე არანაირად ეს ჩემ ინტერესში არ არის, გუშინდელი დღეც მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის სასარგებლოდ იმუშავა ამ ორაზროვნების შექმნა, თუმცა მე მესმის, რომ ვიღაცა შეიძლება ვიღაცისთვის შეიძლება დაპატიმრების პერსპექტივა იყოს შემაშინებელი, მძიმე, მაგრამ ეს მისი სტრატეგია არის, მაგრამ ჩემთვის და ჩვენთვის პრობლემა არის ერთადერთი ის, რომ აღებული პირობა იმ საკოორდინაციო ფორმატში, რომლის ნაწილი ჩვენ ყველანი ერთად ვართ პრეზიდენტის ფარგლებში, აქ ყველას ნათქვამი ქონდა ძალიან კონკრეტული პირობა, რომ აი ამ ანტისახელმწიფოებრივ და რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის მოსამზადებელ კომისიაში ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას და ზუსტად ეს გააკეთეს ჩვენმა ლიდერებმა. გახარიას თანაგუნდელების პოზიციიდან დაგისვამდით ამ კითხვას, საბა თუ არ ვაღიარებთ პარლამენტს, ანუ როცა ამბობთ, რომ იქ მისვლით გაკეთდა ივანიშვილის საქმეო, მაშინ რატომ ვაღიარებთ სასამართლოს? სხვათა შორის ეს კითხვა პასუხს ითხოვს, ხო? მე ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსით წავიკითხე ამას წინათ სოციალურ ქსელში, რომელიც დაწერა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. აი მაგალითად გირაოს გადახდა, ანუ სასამართლოში მისვლა, სასამართლოსთვის პასუხების გაცემა იქ დასმულ შეკითხვებზე. მოდით ამაზე მიპასუხეთ. თუ არ ვაღიარებთ პარლამენტს, მაშინ რატომ ვაღიარებთ სასამართლოს? რა სიტყვა? ინგა, თქვენ ხო შეიძლება არ აღიარებდეთ აი ამ არალეგიტიმურ ძალას, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებს დარწმუნებული ვარ, თქვენი არხი ასრულებს, ხო? მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შესრულებაც უწევს, რომელიც უსამართლოდ და ცუდად მიგვაჩნია. იმის თქმა, რომ ეს ძალა არის არალეგიტიმური, მაგრამ ფაქტობრივად ძალაუფლება მათ აქვთ მიტაცებული, ეს არის ვითარების სწორი შეფასება. ჩვენ ახლა იმიტომ რომ არალეგიტიმური ძალა არის პარლამენტში, ამიტომ წითელზე აღარ უნდა გავჩერდეთ და გადასახადები აღარ გადავიხადოთ? რა თქმა უნდა, არა, ოღონდ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაკავშირებული არის 2024 წლის არჩევნებთან და 2024 წლის არჩევნების შედეგებთან და რა აზრისაც არ უნდა ვიყო მე რუსეთ ჩინჩალაძის სასამართლოზე და გეტყვით, რომ ძალიან დაბალი აზრის ვარ და ეს სასამართლო და ეს უპრინციპო და უსინდისო ადამიანები არიან ამ ქვეყნის გაუბედურების სათავეებში. ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს ორი არის ტოლფასი და ადეკვატური არის ეს შეფასება, მე ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. იცით რა არის მთავარი კითხვა ამ შემთხვევაში, ვინაიდან მესმის, მე სულ ზეპირად ვიცი უკვე, რომელი პარტიის ლიდერი რა პასუხს გამცემს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა, იგივე მდინარაძის განცხადებებიდან გამომდინარე, მაშინ ასე შემოვატრიალებდი საკითხს. აი რაიმე პირობა თუ არსებობს, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ გაგიყვართ არჩევნებზე და ჩემს ერთ-ერთ ეთერში მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, რომ სიგნალი მივიღეო, შემომითვალაო ივანიშვილმაო, ანუ რაღაც მოლაპარაკება სურდა ოლიგარქს მასთან, ეს ინფორმაცია თუ არ ვცდები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მერთვებოდა მამუკა ხაზარაძე, როცა მან ღიად გააჟღერა ჩემს ეთერში. აი ეხლა ხომ არ არის რაიმე სიგნალები თქვენი გუნდის ლიდერებთან, ხომ არ არის რაიმე მცდელობები გაგიყვანონ როგორმე ამ არჩევნებზე? რა შეგიძლიათ ამაზე რომ მითხრათ? ინგა, ჩვენ ეს არჩევნები ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის არჩევნები და ჩვენ ამ არჩევნებში ღებულობთ მონაწილეობას და რაღაც ნორმალური ვითარება არის ირგვლივ. არანაირად. ეს არჩევნები უნდა იყოს ივანიშვილის მარცხის გაფორმების არჩევნები. თუ ივანიშვილმა ისევ ძლიერის პოზიციიდან გამოაცხადა ის არჩევნები, რომელიც მას უნდა, როგორიც მას უნდა, ისეთი ადმინისტრაციით, როგორიც მას უნდა, ისეთი კანონმდებლობით, როგორიც მას უნდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება იმისი სიმპტომი, რომ ესე იგი ეს ძალა არ არის ჩამოშლილი და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ
ეს არჩევნები გახდეს მათი მარცხის აღიარების გაფორმების ასპარეზი და არა ის არჩევნები, სადაც ჩვენ დაუცნება შევეჯიბრებით ერთმანეთს. ამიტომ არის საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი. ამიტომ არანაირი შემოთავაზება აქ რელევანტური არ არის. ოღონდ იმაზე საუბარი 5 თვის მერე რა იქნება და ეს პროცესი როგორ წავა და ამ პროცესში წინასწარ ამ პროცესის დამარცხებულად გამოცხადება არის მინიმუმ უსამართლო იმ ხალხთან, რომელიც ასეთი ბრძოლის მაგალითს იძლევა. უსამართლო არის ანდრო ჭიჭინაძესთან, ონისე ცხადაძესთან, რეზიკო კიკნაძესთან, ზვია ცეცხლაძესთან, მზია ამაღლობელთან, იმ ხალხთან, რომელიც საპატიმროშია, ასეთ ტრანზაქციამდე ამის დაყვანა არის უსამართლო. ოღონდ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას ვაკეთებთ დღეს. რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, სად არსებობს თანამშრომლობის რესურსი დღეს იმისთვის, რომ ის არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა. და აი რა უნდა მოხდეს, წეღან გიგისაც რო ეკითხებოდი, გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხალხი არ მოდის არანაირი პირობების დაკმაყოფილებაზე. გინდათ, გამოდით არჩევნებზე. აი ეს შემოგითვალეს. სხვა ჩვენს ესე ძალიან საინტერესოა. რა იყო ამისი განმაპირობებელი თქვენი აზრით? ანუ რამ მიაღებინა თქვენი აზრით რეჟიმს გადაწყვეტილება, რომ თავისივე განცხადება წაეღო უკან და შემოეთავაზებინა, რომ ეხლა არ აგრძალავთ, არამედ გამოდით არჩევნებზე. მე რეჟიმის უსახური წარმომადგენლების ფსიქოანალიზში ნამდვილად ვერ შევალ, რატომ თქვეს და რა ფორმით თქვეს, თუმცა ერთი რამე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება რომ საუბრობდეთ ძლიერის პოზიციიდან და თქვენი კითხვის საპასუხოდ რა უნდა გავაკეთოთ, მე მინიმუმ შემიძლია გითხრათ ის, რომ მინიმუმ არ უნდა შემოვიტანოთ გამყოფი საკითხები. მინიმუმ უნდა ვეცადოთ ის, რომ კოორდინაციის მაღალი ხარისხი იყოს. მინიმუმ უნდა ვეცადოთ, რომ აი ამ ფსევდოპოლიტიკურ პროცესში არ მივიღოთ მონაწილეობა და აი წულუკიანის აი ამ ღვარძლის შადრევნის შეხებები არ მივიღოთ აი ამ ფარსში მონაწილეობით. მინიმუმ ეს უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ და აღვიჭროთ უნდა მოთმინებით, ხშირად ვამბობ და გავიმეორებ ძველი აღთქმიდან ფრაზას, რომ ღმერთს მომთმენი უყვარს და არა მამაცი, ჩვენ გვჭირდება მოთმინება, გვჭირდება წინდახედულობა, გვჭირდება გამჭრიახობა და გვჭირდება ამ ბრძოლაში იმის აღიარება, რომ ამ წინააღმდეგობაზე გადის ჩვენი ხვალინდელი დღე, ამ პროტესტზე და უნდა დავინახოთ რეტროსპექტიულადაც ინგა, რომ ბევრი რაღაც მოიტანა. ამ პროტესტის გამძლეობა მათ შორის მოიტანა იმან, რომ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მანდატები დავტოვეთ და არ მივიღეთ მონაწილეობა ამ ფარსში. რომ ეს მნიშვნელოვანი და ცალსახა იყო. ჩემი ვიცი ასეთი ინფორმაციაო, ჭორიო თუ არ ვწდები, ამ სიტყვებით ახსენა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან მიდის მანდატების აღდგენის მცდელობაო. ამაზე რა სიტყოდით? გააქვთ თქვენ რაღაც ამაზე პასუხის? ერთადერთი რამე შემიძლია ურჩიო, რომ ჭორების მოსმენას და გავრცელებას უმჯობესი იქნება, რომ მათ მორალური და პოლიტიკური სიცხადე შემოიტანონ ამ საკითხში და დატოვონ ივანიშვილის ეს არალეგიტიმური თავყრილობა, ეს გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი შიგნით ბრძოლისთვის, გაცილებით უფრო ცალსახად იქნება აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საიდანაც უწყვეტი და დიდი მხარდაჭერა მოდის, ამიტომ მე ვინ მანდატების აღდგენისთვის, ვინ იბრძვის და ვინ იღწვის, ამ ჭორებზე და ასეთი ტიპის ჭორებზე ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მიმაჩნია სერიოზულად.